თქვენ ნახეთ რა ხდება მოსკოვში, ამიტომ იყიდეთ ციციბურა ზეთი, ქვეყანაში მალე ვფიქრობ ძალიან ცუდი სიტუაცია იქნება. სრული კატასტროფა იწება მათსა, შოკში ვარ, რომ ეს აქამდე მოვიკა. ჩემს წინ ქარხანა დაბომბეს. აი ის იქ მრავალი წელი იდგა, ეხლა აღარ არის. აი ეს არის სიურპრიზი. დღეს მოსკოვში უკრაინული უპილოტოების ახალი თავდასხმის შემდეგ მოსახლეობას მოუწოდეს სასწრაფოდ შეიძინონ პროდუქტები და პირველადი საჭიროების ნივთები, მაგრამ პროგნოზირებენ სიტუაციის კიდევ უფრო გაუარესებას. აი სახელმწიფო დუმის დეპუტატმა ზიუგანოვმა კი საერთოდ მოუწოდა რუსებს სასწრაფოდ გამოიტანონ ფული საბანკო ანგარიშებიდან და ნაღდი ფულით შეინახონ. ამ ღამით მოსკოვი მასიურ უპილოტო აპარატების თავდასხმას დაექვემდებარა უკვე მეოთხედ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში. მოგვიანებით გახდა ცნობილი, რომ დრონებმა დააზიანეს დუბნაში მდებარე კოსმოსური კავშირის ცენტრი. ვერ ვიტყვი, რომ ეს კონკრეტული თავდასხმა დაკავშირებულია რუსების მცდელობასთან გაუშვა საკუთარი ანალოგი Starlink-ისა. დააქვე თვითონ ვლადიმერ პუტინმა წამოსცდა ზუსტად სად უნდა განხორციელდეს შეტევა უკრაინული უპილოტო აპარატებით. მაგრამ ბევრად უფრო ხმამაღალი იყო უკრაინის შეიარაღებული ძალების შეტევა ვორონეჟის სამხედრო ქარხანაზე, რომელიც ერთ-ერთი წამყვანი რუსული საწარმოა ნახევარგამტარი მოწყობილობების წარმოებაში. ინტეგრაციაში მიკროსქემსა და ძალოვან მოდულებში, რომლებიც აქტიურად გამოიყენება, მათ შორის ისკანდერისა და კალიბრის რაკეტებშიც. მოხვედრა ისეთი ძალის იყო, რომ ფაქტობრივად დაანგრია ამ ქარხნის თავარი კორპუსის უზარმაზარი შენობა. დაფიქსირდა მინიმუმ 4 პირდაპირ რაკეტის მოხვედრა ამ შენობაში. ხათაშორის ამ ფონზე ღირს აღინიშნოს გუშინდელი მასალა Financial Times-იდან, სადაც ისედაც იყო მითითებული, რომ რუსეთი მიაღწია თავის შესაძლებლობების ზღვარს ნებისმიერი იარაღის წარმოებაში. ამიტომაც რუსეთის სამხედრო ქარხნების განადგურება უკვე გარდაულად გამოიწვევს მობილიზაციის გაძლიერებას რუსეთში. ამასობაში ბელარუსის დიქტატორი ლუკაშენკო, რომელიც აკვირდება მოსკოვზე თავდასხმას, მაინც მოусმინა ვლადიმირ ზელენსკის გაფრთხილებებს. და დაიწყო ბელარუსში რუსული მობილური კავშირის ჩახშობა, რომელიც ოკუპანტებს ეხმარებოდა დრონებისა და რაკეტების უკრაინულ ქალაქებზე დამიზნებაში. პარალელურად გაჩნდა ახალი დეტალები უკრაინის შეიარაღებული ძალების ხირიმზე თავდასხმის შესახებ. ნახევარკუნძული ტოტალური კოლაფსის ზღვარზე აღმოჩნდა და უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ ყირიმი იზოლაციაშია. ბენზინი მოსახლეობას საერთოდ აღარ ეკიდება. ასეთ წოდებულმა ყირიმის ხელისუფლებამ დღეს გამოაცხადა, რომ ნახევარკუნძულზე ყველა საზაფხულო ბანაკში ბავშვების მიღება და განთავსება ამ ზაფხულის ბოლომდე სრულად შეჩერდა. ხოლო იმ ბავშვებს, რომლებიც დღეს არტეკში ყირიმში ჩავიდნენ, უბრალოდ ბანაკში არ შეუშვეს და მშობლებს მოუწოდეს, რომ თავად გაართონ თავიანთი რუსი ბავშვები. მე მქვია ალექსეი პეჩი. მოდით ახლა ყველაფერს ერთად განვიხილავთ. დავალაგებ დეტალურად და თითოეულ ამ სიახლეს სათითაოდ გავარჩოთ. მაგრამ სანამ დავიწყებთ, გთხოვთ გამოიწეროთ არხი და ალაიქოთ ეს გამოშვება და დაწეროთ ნებისმიერი თქვენი კომენტარი ამ ვიდეოს ქვეშ. ეხლა მოდით ყველაფერს თანმიმდევრობით მივყვეთ. დავითხოვთ უკრაინის ფეერიული დარტყმით ვორონეჟში მდებარე თავდაცვის ქარხანაზე. დღეს 22 ივნისს რუსეთის ვორონეჟში დღისით რამდენიმე აფეთქება მოხდა, რის გამოც ადგილობრივები თავიდან მსუბუქ შოკში იყვნენ, სანამ შედეგები არ ნახეს. შემდეგ შოკი ბევრად უფრო გაიზარდა. დარტყმა სწორედ იმ სამხედრო ქარხანას მოხდა, რომელიც აწარმოებს რაკეტების კომპონენტებს, რომლებსაც შემდეგ უკრაინის მიმართულებით უშვებენ. სრულიად სერიოზული უბედურება იწყება ჯანდება. მე ცოტა შორს წავედი, მეგონა მხოლოდ ეს ადგილი ითვლის, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ყველაფერი ჯანდაბაშია. საერთოდ ყველაფერი წავიდა ჯანდაბა. მე დამბომბეს. ჩემს პირდაპირ ქარხანა იყო, ის იქ მრავალი წელი იდგა, ეხლა აღარ არის. აი რა ამბავია, კაიცით რამდენჯერ იქ ისროლეს ალბათ ძალიან ბევრი აფეთქება იყო, მოკლედ ქარხანა აღარ არსებობს იქ. მოკლედ აქ საერთოდ ვაფშე უბრალოდ მოკლედ ამ ქარხნიდან ნამსხვრევები გადმოცვივდა. ყველაფერი გზაზე ყრია, კვამმა მთელი ცადაფარა. უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედროებმა აღნიშნეს, რომ დარტყმისთვის გამოყენებული იყო მაღალი სიზუსტის აერიდან გაშვებული მაღალი სიზუსტის ფრთოსანი რაკეტები. ცნობილია, რომ ეს რუსეთის საწარმო ვორონეჟში კოოპერაციის ფარგლებში აწარმოებს რაკეტული შეიარაღებისა და საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის კომპონენტებს.
კერძოდ ტრანზისტორული აწყობები და მატრიცები, ფრთოსანი რაკეტებისთვის, ხას ერთი დეტალები, საბორტე გამოთვლითი მანქანებისთვის, ისკანდერ კომპლექსის რაკეტებისთვის, ელექტრონიკა სატელევიზიო არხებისა და ზენტისისთვის, პანცირს ერთი კომპლექსებისთვის, ასევე კომპონენტები კალიბრის რაკეტებისთვის. და უკრაინულმა დამცველებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ქარხნის სიმძლავრეების განადგურება მნიშვნელოვნად გააუარესებს ოკუპანტების შესაძლებლობას აწარმოონ ახალი რაკეტები. რუსი სამხედრო კორესპონდენტები ამტკიცებენ, რომ დიდი ალბათობით უკრაინამ დარტყმები ბრიტანული Storm Shadow-ს რაკეტებით მიაკენა, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, ზუსტად რომელი შეიარაღება იქნა გამოყენებული. მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ 4-ვე რაკეტამ ზუსტად მოარტყა ქარხნის მთავარ კორპუსს. კადრებში ნათლად ჩანს, როგორ შევიდა 4 რაკეტა შენობაში და მთლიანად გაანადგურა იგი. ასევე არსებობს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ამ ქარხნის თანამშრომლები, ანუ სპეციალისტები, რომლებიც ამზადებდნენ რაკეტების კომპონენტებს, შემდეგ კი ეს რაკეტები მშვიდობიან ქალაქებს ესხმოდნენ თავს უკრაინაში. მათ ვერ მოასწრეს შენობიდან ევაკუაცია, ხოლო სარაკეტო დარტყმა სამუშაო დღის პიკზე განხორციელდა. აქ მაგარი რამე ხდება, ნახე. იქ უფრო ქარხანაა, სადაც ადრე ჩემი ძმა მუშაობდა, იქ ჩანს ხანძარი, კვამლებიც ჩანს. ფუ. სახურავი ჩამოინგრა, მოკლედ უპილოტოები არ ჩამოუგდიათ. ეს ცუდია. აი, ეს ქარხანაა, სადაც ადრე ჩემი ძმა მუშაობდა. ადრე. აი იქ, მოკლედ, აი იქ. აი იქ, მოკლედ ხანძარი ჩანს. და აქაც ჩანს. აი აქ ჩანს. Hop. აი მოკლედ უბრალოდ. იმაში რომ ბლიად მონგლიჯა, ბლიად სახურავი. რამდენიმე სართული მაქვს. ოკეი, ფიგურას ყოფს. ეს როგორც ჩანს აშკარად არ არის ხანძარი? და ესეთი თავდასხმების ფონზე რუსეთის სამხედრო სამრეწველო კომპლექსი. Financial Times წერს, რომ კრემლს მოუწევს მასობრივი მობილიზაციის გამოცხადება უკრაინის წინააღმდეგ ომის გასაგრძელებლად. რადგანაც რუსეთის სამხედრო სამრეწველო კომპლექსი უკვე მუშაობს შესაძლებლობების ზღვარზე და ვეღარ ახერხებს შეიარაღების წარმოების გაზრდას, ხაროების ინფორმაციით რუსეთის ფედერაციის სამხედრო წარმოება სტაგნაციაშია. გარდა უპილოტო სისტემებისა და შორ მანძილზე მოქმედი დამრთმელი საშუალებებისა, სადაც მიმართულია ძირითადი რესურსები. ფაქტობრივად რუსეთი ჭერს მიეჯახა და უკვე მაქსიმალურად აწარმოებს იარაღს. მაშინვე აღნიშნავ, რომ ეს სულაც აღნიშნავ თითქოს რუსეთს ცოტა იარავი აქვს, ან რაკეტები ხვალ ამოეწურება. მაგრამ ეს ნიშნავს, რომ ზრდის პოტენციალიც აღარ არსებობს. და ყოველი ახალი დარტყმა სამხედრო ქარხნაზე რუსეთში მხოლოდ უკან აგდებს რუსეთის სამხედრო სამრეწველო კომპლექსს. ამიტომ ექსპერტები მობილიზაციის დონის გაზრდას კრემლისთვის ერთადერთ გამოსავლად მიიჩნევენ. რუსეთის არმია ჩამორჩენის მდგომარეობაშია და ან მთელი ძალებით ცდილობს მოძებნოს დაგვიანებული პასუხები უკრაინის შეიარაღებული ძალების ინოვაციურ გადაწყვეტილებებზე, ან საერთოდ ვერ პოულობს მათ. ამის მიუხედავად რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი კვლავაც დარწმუნებულია, რომ რუსეთს შეუძლია დასახული მიზნების მიღწევა და უკრაინაზე გამარჯვება მხოლოდ დროის საკითხია. მაგრამ რადგან იარაღი არ ყოფნის, ის მზად არის ომის სწორედ ადამიანებით აწარმოოს. ეხლა უკრაინის შეიარაღებული ძალების დრონები ურთმენ ლობისტიკას, აეროდრომებს, სამხედრო კოლონებს, ნავთობ გადამამუშავებელ ქარხნებს, თანდათან ამცირებენ პუტინის არმიის რესურსულ უპირატესობას. და რუსეთის პრობლემა იმაშია, რომ ამჟამინდელი ტაქტიკა არ აძლევს საშუალებას მიაღწიოს დიდ წარმატებებს, ხოლო ახალი ინსტრუმენტების პოვნა ვერ გამოსდის. აღნიშნავ, რომ 2025 წლის დეკემბრიდან რუსეთის ფედერაციის არმიის შევსების ტემპი ფრონტზე დანაკარგებზე ნაკლებია.
გარდა ამისა, იზრდება რუსეთის ფედერაციის ბიუჯეტის დეფიციტიც, რომელიც კონტრაქტორებს იზიდავს გულუხვი ბონუსებით. ამიტომ პუტინს მალე აღარ დარჩება სხვა გზა, გარდა იმისა, რომ გააძლიეროს მობილიზაცია. და ვიდეო პენზიდან, სადაც კაცებს ძალით ტენიან ავტობუსებში. ეს ხოლმე პირველი ნიშნებია. და რატო იგებთ მათ? რატო მიხავთ? რა საფუძველზე ჩამოსვით ისინი ავტობუსიდან და მიხავთ? არჩევთ. ვინ იტყვის? რა საფუძველზე დაგავითქვათ? ახალგაზრდა ბიჭი ავტობუსიდან ჩამოიყვანეს. მაგრამ დღეს რუსებს შორის ნამდვილი პანიკა გამოიწვია უკრაინული დრონების ახალმა თავდასხმამ მოსკოვზე. ეს უკვე მეოთხე უკრაინული უპილოტო აპარატების თავდასხმაა მოსკოვზე ბოლო 1 კვირის განმავლობაში და როგორც ხედავთ, პუტინს არც ერთი სუპერ თანამედროვე საერო თავდაცვის სისტემა არ ეხმარება. უკრაინული მონიტორინგის არხები უკვე ავრცელებენ ვიდეოებს, სადაც მოსკოვის ოლქის სხვადასხვა ქალაქიდან ფრინავი დრონებია გადაღებული. ასევე თვითმხილველებმა განაცხადეს, რომ საერო თავდაცვის მობილური კომპლექსი განათავსეს ხიდზე, რომელიც მდებარეობს ბაზარ სადოოდთან, რომლის მეხუთედი სხვათა შორის 18 ივნისის თავდასხმის შემდეგ დაიწყო. მაგრამ მაშინვე აღნიშნა, რომ უკვე დაფიქსირდა კადრები, სადაც უკრაინული უპილოტო თვითმფრინავი მშვიდად მიფრინავდა კოპოტნეში ნავთობ გადამამუშავებელ ქარხანაზე თავდასასხმელად. მაგრამ რუსეთის საერო თავდაცვა აგდებდა ამ უპილოტოებს, რომლებიც საბოლოოდ სწორედ ამ ბაზარზე ვარდებოდნენ. სადოოდი. წინა ჯერზე კი უკრაინელმა სამხედროებმა მასიურად შეუტიეს მოსკოვს 19 ივნისს და მაშინ ავტობუსიდან ახალგაზრდა ბიჭი გაიყვანეს. 76 დრონი და არავინ დაშავებულა. არც ნგრევა ყოფილა. ხოლო ხუთშაბათს 18 ივნისს მოხდა რეკორდული თავდასხმა მოსკოვზე ომის დაწყებიდან, რომლის დროსაც ოფიციალური მონაცემებით რუსებმა ჩამოაგდეს 194 უპილოტო აპარატი. მაშინ ძირითადი დარტყმა მოსკოვის ნავთობ გადამამუშავებელ ქარხანას კოპოტნეში მიადგა. იქ დაიწყო ძლიერი ხანძარი, დედაქალაქის თავზე ამოვიდა შავი კვამლის სვეტები. ხოლო მოსკოვის შემოგარენში დაფიქსირდა ეგრეთ წოდებული ნავთობის წვიმა. ჟელეზნოდოროჟნის ცხოვრებლებიც ჩიოდნენ დამწვარი სუნისა და ზეთოვანი ლაქების გამო მანქანებსა და ფანჯრის რაფებს. მოსკოვის ავიაკვანძის აეროპორტებში მაშინ ოფიციალური მონაცემებით 527 რეისი დააგვიანეს ან გააუქმეს. ამ ფონზე რუსმა სამხედრო კორესპონდენტებმა რუსებს მოუწოდებდნენ, რომ შეეძინათ ყველაფერი საჭირო, პირველადი საჭიროების ნივთები, პროდუქტები და ასე შემდეგ. მაგალითად, ასანთი, მარილი. რადგან რუსებს ძინელით, ქვეყანაში ისედაც მძიმე მდგომარეობა. ყველაფერი აკლია, ავტობუსიც კი, ყველაფერი, თუნდაც ტუალეტიც კი. ამიტომ იყიდეთ ციციბურა ზეთი, მალე ქვეყანაში ვფიქრობ სრული კატასტროფა იქნება. ნახეთ რა ხდება ირკუტსკში. დიზელი აღარ არის, ამიტომაც ასია ყველაფერი. ასევე ნახეთ ის გამოსვლა, ხო? იაკუტიაში ეკონომიკის მინისტრი, ეს უბრალოდ კატასტროფაა. უბრალოდ სრული კატასტროფაა. აქეთ სეკვა თამაშებია, ამიტომ ბიჭებო, მარილი ვიყიდოთ ასანთი კონსერვი ვემზადებით შემოდგომისთვის. თქვენ გეუბნებოდით, ნუ დგახართ, თხრეთ კარტოფილი, იმიტომ რომ ამას შევჭამთ. შეწვილი, მოხარშული, ორთქლზე, ქერქიანად, სოფლის სტილში და სხვა. ეს სისულელე მოვიშორეთ. ახალგაზრდა ბიჭი ნახეთ რა ხდება ავტობუსში. შედეგები იმისა, რომ ახალგაზრდა მოიშორეს, დროს კარგავენ ტყუილად. ბიჭებო, არავინ აპირებს ომს. ისინი თვითონ ყველაფერს აკეთებენ, ისინი ევროპელები არიან, ამერიკელები არიან, ერთმანეთთან ომს არ დაიწყებენ, ხო გავნიჭოქ. აი ამას სხვანაირად ამ ომს ვერ უწოდებ. სვენია ბლიად, რომ ეს ნაბიჯურები სახელმწიფო ხალხად თვლიან თავს. კიდებენ რუსეთ გმირების მედლებს და ყვებიან როგორაა ყველაფერი. შეწყვიტეთ წერა. მოდით ავტობუსიდან გადავიდეთ. თავად გაიყვანეს ბიჭი უკრაინული დრონების გამო მოსკოვიდან დღეს, რადგან ამჯერად უკრაინულმა დრონებმა ობიექტებზე მიიტანეს იერიში, რომლებიც პასუხისგებელნი არიან რუსი ოკუპანტების კავშირზე. და აქ დიდი უბრალოდ უზარმაზარი მადლობა ვლადიმირ პუტინს, რომელმაც უკვე თავად დაიწყო უკრაინული დრონების სწორ ობიექტებზე მიყვანა. საქმე იმაშია, რომ დღეს დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა დუბნას კოსმოსური კავშირის ცენტრი მოსკოვის ოლქში. და ეს ძალიან მნიშვნელოვანი თავდასხმა. წინადრეს ვლადიმირ პუტინმა მოასწრო და დაიკვეხნა იმით, რომ რუსეთმა დაიწყო ამერიკული Starlink-ის ანალოგის შემუშავება. ამერიკული Starlink-ის ანალოგის, რომელიც ფრონტზე მყოფ რუსებს ილონ მასკმა მოჭრა. და პუტინი ამითაც დაიკვეხნა, რომ რუსებმა უკვე დაიწყეს ორბიტაზე პირველი თანამგზავრების გაშვება ასეთი კავშირისათვის. აი ესე, დუბნაში, მოსკოვის ოლქში მდებარე სადგური რუსეთისთვის საკვანძო ტელეპორტია, რომელიც სამოქალაქო და სამხედრო ორბიტალურ დაჯგუფებებს მართავს.
აქ აგიხსნით. რუსულმა კომპანიამ დაბალორბიტული საკომუნიკაციო თანამგზავრები RAS-სვეტის სერიიდან ორბიტაზე გაუშვა. ეს სწორედ ის ანალოგია Starlink-ისა, რომელზეც წინა დღეს ვლადიმირ პუტინი საუბრობდა. კოსმოსური კავშირის ცენტრი დუბნაში წარმოადგენს მთავარ მიწის ინფრასტრუქტურას. ამ კოსმოსური აპარატების მისაღებად, გადასაცემად და სამართავად. მათ შორის RAS-სვეტის სერიის საკომუნიკაციო თანამგზავრებისთვისაც. გარდა ამისა, რუსი სამხედროები იყენებენ კომერციულ და სახელმწიფო თანამგზავრულ არხებს ჯარების კოორდინაციისთვის, რაკეტების დამიზნებისა და შორ მანძილზე მოქმედი საბრძოლო უპილოტო აპარატების სამართავად. და აი დუბნაზე დარტყმა მიზნად ისახავს ამ საინფორმაციო ქსელის იზოლაციასა და განადგურებას. და ამასთან ერთად იმავე ღამეს, როდესაც დუბნის კოსმოსური კავშირის ცენტრს დაარტყეს, უკრაინის თავდაცვის ძალებმა დააზიანეს უპილოტო აპარატების ოპერატორების მომზადების პოლიგონები და დრონების მართვის პუნქტები. ეს ადასტურებს უკრაინის სურვილს დააბრმავოს და კავშირის გარეშე დატოვოს რუსეთის უპილოტო ავიაციის კომპლექსები ყველა დონეზე. დედამიწაზე მყოფი ოპერატორებიდან კოსმოსში არსებულ თანამგზავრებამდე. ასე რომ ვლადიმირ პუტინმა ხშირად ილაპარაკოს იმაზე, რა სიახლეებს ნერგავენ რუსეთის არმიაში. აი დაიკვეხნა იმით, რომ ისინი Starlink-ის ანალოგს უშვებენ და დარტყმაც მოხდა კოსმოსური კავშირის ცენტრზე მოსკოვის ოლქში. და თუ უკვე კავშირზე საუბრობთ, აქ კიდევ ერთი ახალი ამბავი უნდა დავამატოთ. რუსი Z სამხედრო კორესპონდენტები აქტიურად ავრცელებენ ინფორმაციას, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის მუქარისა და ულტიმატუმის შემდეგ ალექსანდრ ლუკაშენკომ თითქოს მართლაც უბრძანა ბელარუსში რუსული მობილური კავშირის ჩახშობა. გაგახსენებ კონტექსტს. 19 ივნისს ვლადიმირ ზელენსკიმ ღიად განაცხადა პრესკონფერენციაზე, რომ უკრაინამ ბელარუსის საზღვისპირა რაიონებში მინიმუმ 4 რეტრანსლატორი დააფიქსირა. რეტრანსლატორი ფაქტობრივად კავშირგაბმულობის ანძა, რომელსაც რუსი სამხედროები იყენებენ უკრაინულ ქალაქებზე შახედის დრონების კოის კორექტირებისა და დამიზნებისათვის. ანუ მობილური კავშირი აღწევს უკრაინის ტერიტორიაზეც და შესაბამისად დრონებს შეუძლიათ ის გამოიყენონ იმისათვის, რომ იფრინონ და მიზნები დააზიანონ. აი უკრაინის პრეზიდენტმა მინსკს ზუსტად ერთი კვირა მისცა, რომ ეს სამხედრო აღჭურვილობა გამორთონ და დემონტაჟი ჩაუტარო. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვამან, უკრაინა თავად მოახდენს მის დემონტაჟს. და უკვე რუსი Z სამხედრო კორესპონდენტები წერენ, რომ ლუკაშენკო შეეშინდა უკრაინის შეიარარებული ძალების დარტყმების, განსაკუთრებით იმის ფონზე, რაც ახლა რუსეთში ხდება. და ოპერატიულად გასცა ბრძანება, რომ ეს ანძები ჩაეხშოთ, ან მათზე მომუშავე რუსი ოპერატორი გაეთიშათ. ეხლა საუბარია MTS-ზე. მაგრამ ამ მომენტისთვის ვიქნები გულწრფელი, მე ვერ ვიპოვე არანაირი ტექნიკური დადასტურება, მაგალითად მობილური კავშირის შეფერხებების, კონკრეტულად რუსული მობილური კავშირის შეფერხებების ბელარუსში. ანუ რეალურად ჯერჯერობით ისინი არ ჩანს. ამიტომ აქჯერ არ არის ფაქტი, რომ ლუკაშენკო მართლაც წავიდა ასეთ ნაბიჯზე, მაგრამ თავად რუსი Z სამხედრო კორესპონდენტების პანიკაც ბევრ ამეზე მეტყველებს. მეორე მხრივ მინსკში აშკარად შეშინდა. კრემლის პრესდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინი უახლოეს მომავალში ლუკაშენკოსთან განიხილავს უკრაინის მიერ წამოყენებულ მოთხოვნებს. ერთი კვირის განმავლობაში მოხსნან რეტრანსლატორები, რომლებიც რუსული დრონების დარტყმებს უკრაინის ქალაქებზე ასწორებენ. პესკოვმა დაამატა, რომ კრემლში მიაჩნიათ, ეს მუქარა აბსოლუტურად აგრესიულია. ეს არის ჩარევა სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში და სხვა ქვეყნის სუვერენიტეტის ხელყოფა. შემდეგ კი უბრალოდ პესკოვის სიმპტომატური ციტატაა, რომელიც რეალურად ხსნის თავად კრემლის სასვენლის სასწარკვეთას. ციტატა. მაგრამ ჩვენ არ გვაქვს არანაირი ეჭვი, რომ ბელარუსის ხელმძღვანელობა და თავად ბელარუსი თავად შეძლებენ უზრუნველყონ თავიანთ სუვერენიტეტს. სხვა სიტყვებით რო ვთქვათ, ჩვენ თვითონ ძლივს ვახერხებთ ამ უკრაინული დრონებისა და რაკეტების მოგერიებას. აღარაფერს ვამბობ ბელარუსზე და მის დაცვაზე ფიქრზე. ამასობაში კი ყირიმში სრული ბოდიშით პიეცია. ფაქტობრივად ნახევარკუნძული უკვე იზოლაციაშია, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც გუშინ კერჩის საბორნე მიმოსვლა შეჩერდა. და აქ მოდის ამბები უბრალოდ გასაოცარი, შოკის მომგვრელი. არ ვიცი კიდევ რა სიტყვა შეიძლება შევარჩიო, რომ აუხსნა რა ხდება ყირიმში. ომის შესწავლის ინსტიტუტი წერს, რომ უკრაინა ატარებს სისტემურ კამპანიას ოკუპანტების წინააღმდეგ ყირიმში და კერჩის სრუტეზე. ყოველი ახალი დარტყმა ნახევარკუნძულს ლოგისტიკურ კოლაფსს აახლოებს. გუშინ უკრაინულმა ძალებმა დარტყმა მიაკენეს პორტ-კავკაზ ჩუშკას ქვიშაზე, კრასნოდარის მხარეში, რუსეთის ფედერაციაში. ეს პირდაპირ კერჩის ხიდის ჩრდილოეთით მდებარეობს.
იქ ალდა რეზერვუარების პარკი და ნავთობაზის ტერიტორია. და სწორედ ეს ნავთობაზა ამარაგებს საწვავით ოკუპირებულ ყირიმს და რაც მნიშვნელოვანია, ოკუპანტებს უკრაინის სამხრეთში. ანუ ეს სწორედ ის ნავთობაზაა, საიდანაც ავსებენ საწვავით. ეს ნიშნავს, რომ საწვავმზიდები, ესე ვთქვათ, რომლებიც იგზავნება, მათი ნაწილი მიდის ყირიმში, რათა მოკალაკეებს მიაწოდონ ბენზინი, ხოლო ნაწილი ყირიმის გავლით მიემართება უკრაინის სამხრეთისკენ, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში. იქ რუს ოკუპანტებს ამარაგებს. აი სატელიტურ სურათებზე ჩანს ხანძარი კავკასიის პორტში, ხოლო პორტის ჩრდილო-აღმოსავლეთით ჩანს მინიმუმ 3 ცეცხლმოკიდებული ბორანი. ასევე დართმის ქვეშ მოხდა ნავთობაზა თეს ტერმინალი, ერთი ოკუპირებულ კერჩში. რუსეთი ამ ობიექტს იყენებს მაზუთის, თხევადი გაზისა და საწვავის გადაზიდვისთვის, კერჩის სრუტის გავლით. საერთო ჯამში ორივე მხრიდან დააზიანეს ლოგისტიკა. ტერმინალი მდებარეობს კერჩის ხიდიდან 1 კილომეტრზე ნაკლებ მანძილზე და გამოიყენება რუსული ბორანების გასავსებად ყირიმსა და პორტ კავკასს შორის. შედეგად, როგორც თქვენ ყველამ უკვე იცით, ყირიმის ოკუპაციური ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი აქსიონოვმა განაცხადა, რომ ამიერიდან ყირიმში ბენზინის საერთოდ ავარიყიდება. წარმოიდგინეთ სიტუაცია, როცა თქვენს ქალაქში ვერც ერთი გასამართი სადგური ვერ ხედით ბენზინს. უბრალოდ არ არის. აი თქვენ ცდილობთ, დადიხართ კანისტრით, ეძებთ, მაგრამ ბენზინი არ არის. ყველა გეუბნებათ, ვერსად იყიდი ბენზინს, რა ბენზინი, რაზე ლაპარაკობ. აი ესეთი რეალობაა დღეს ყირიმში. თუმცა სულ რაღაც 1-2 კვირის წინ პუტინი ამტკიცებდა. მოისმინეთ, ეს ნავთობ გადამამუშავებელ ქარხნებზე დათმები სრული სისულელია. ეს ყველაფერი ისეთი თვრილმანებია, რომ ყურადღებაც არ ხის. შედეგად რუსებს ამ დაუბანავ გაველურებულ არსებებს თხოვენ არ წავიდნენ ყირიმში. ასე წოდებულმა ყირიმის გუბერნატორმა სერგეი აქსიონოვმა გამოაცხადა ბავშვების მიღებისა და განთავსების შეჩერების შესახებ. ნახევარკუნძულის ყველა საზაფხულო ბანაკში 22 ივნისიდან 1 სექტემბრამდე. მოკლედ, წელს ზაფხულში არც ერთი რუსი ბავშვი ყირიმში არ დაისვენებს. შემდეგ აქსიონოვის ციტატა. თხოვთ გაგებით მოეკიდოთ დაწესებულ შეზღუდვებს. არსებულ ვითარებაში ეს ზომები აუცილებელია საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ბოდიშით, აქ ცოტა ხუმრობას დავამატებ. დიახ, მართლა, რუსები ყირიმში საშიშია. ამიტომ საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ყველა რუსი უნდა ჩაალაგონ და უკან რუსეთში გადააგდონ. აკრძალო ეხება როგორც ბავშვთა დასვენებისა და გამაჯანსაღებელი სახელმწიფო ორგანიზაციებს, ასევე სხვა განთავსების საშუალებებს, სადაც ბავშვთა ღონისძიებების ჩატარება იყო დაგეგმილი. და აი დღესვე ასე წოდებულ რუსეთის განათლების სამინისტროში განაცხადეს, რომ ყირიმში მდებარე ბავშვთა ცენტრ არტეკიდან ორგანიზებულია ბავშვების გეგმიური გაყვანა სახლში, რუსეთში. ერთდროულად გაუქმდა უახლოესი ჩასვლა ბანაკში ალიეპარუსა. არტეკმაც დღესვე უარი თქვა იმ ბავშვების მიღებაზე, რომლებიც უკვე ჩასულები იყვნენ ცვლას. ფაქტობრივად მათ კარებთანვე დააბრუნეს და უთხრეს დაბრუნდით სახლში. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, ბავშვები, რომლებიც დღესვე ჩავიდნენ არტეკში, უბრალოდ არ შეუშვეს ბანაკის ტერიტორიას. ბავშვებით სავსე ავტობუსები მიზეზის განმარტების გარეშე ქერჩში დააბრუნეს. ოკუპირებულ ყირიმში ჩასული რუსი ბავშვის ერთ-ერთმა დედამ განაცხადა, ციტატა: დღეს უნდა დაწყებულიყო ახალი ნაკადის ჩასვლა. მიზეზის განმარტების გარეშე არტეკმა უარი თქვა ჩვენი ბავშვების მიღებაზე. ბავშვებს იძულებულნი არიან ღამე ქერჩში რომელიღაც კოლეჯში გაათენა. პრინციპში სწორია, რისთვის ჩამოვედით ოკუპირებულ ყირიმში? ამ დედას ერთი მარტივი კითხვა მაქვს. შენ ჩამოხვედი ოკუპირებულ ტერიტორიაზე. შენ იქ შენი შვილი წაიყვანე. იმისთვის რომ ის ისვენებდეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, სადაც ომი მიმდინარეობს. შენ საერთოდ გონზე ხარ, სად მიიყვანე ბავშვი? ომი მიმდინარეობს. შენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ხარ. მაშ, რატომ აღშფოთდებ? სოციალურ ქსელებში ასევე გავრცელდა ინფორმაცია ნახევარკუნძულის სხვა საბავშვო ბანაკებში ჩასვლების სრულად გაუქმების შესახებ. რუსი დედა, რომლის შვილიც არტკვესტის ბანაკში უნდა წასულიყო, რუს პროპაგანდისტებს განუცხადა, რომ წარმომადგენლებისგან ზარი მიიღო. განათლების სისტემის წარმომადგენლებმა უთხრეს, რომ წელს მისი შვილი ოკუპირებულ ყირიმში ვერ დაისვენებს და უკან რუსეთში დაბრუნდეს. სევასტოპოლის ხელისუფლებამ დღეს პარალელურად გამოაცხადა კომენდანტის საათის და მასშტაბური შეზღუდვების შემოღების შესახებ, რომლებიც ტრანსპორტს, ვაჭრობას, საზოგადოებრივი კვების ობიექტების მუშაობას და ქალაქის ინფრასტრუქტურას შეეხება. ბენზინის გაყიდვის სრულად შეწყვეტასთან ერთად ქუჩებზე ღამის განათებასაც თიშავენ. ასევე შემოაქვთ ელექტროენერგიის ეტაპობრივი გათიშვა. გარდა ამისა, სავაჭრო ცენტრები, სუპერმარკეტები და ჰიპერმარკეტები შეძლებენ მუშაობას მხოლოდ დილის 7 საათიდან საღამოს 8 საათამდე, სანამ მზე ანათებს.
იგივე რეჟიმი დაწესებულია კაფეების, რესტორნებისა და სხვა საზოგადოებრივი ყვეების ობიექტებისთვისაც. გარე მასობრივი ღონისძიებები გაუქმებულია განუსაზღვრელი ვადით. საერთოდ როგორც მივხვდით, ხინიმში უკვე ნამდვილი კოლაფსი შეიქმნა და იმისთვის რომ რუსები არ მოიწყინონ და მონაწილეობა მიიღონ, მით უმეტეს რომ რუსეთის ხის ხელისუფლებისგან რაიმე ახსნა არ მოითხოვონ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დღეს სწრაფად მოიფიქრა ახალი ლეგენდა. ანუ იქ რუსებს მოუწოდეს გაერთიანდნენ და ყველა ეს სირთულე აიტანონ. რატო? იმიტომ რომ შემდეგ მხოლოდ უფრო ცუდი იქნება. იმიტომ რომ და აქ მოხვალთ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ალექსანდრ გრუშკოს ციტატა. იმიტომ რომ ნატო და ევროკავშირი ემზადებიან სამხედრო დაპირისპირებისთვის რუსეთთან 2030-2021 წლების მიჯნაზე. და მათი მზადებები სულ უფრო მეტად გავს ბარბაროსას გეგმას, ნაცისტური გერმანიის სტრატეგიას SSRK-ზე თავდასხვისთვის. ფაქტობრივად რუსებს ეუბნებიან მოусმინეთ, იქ ნატო ჩვენზე თავდასხმას ამზადებს. ამიტომ ეს ჯერ კიდევ პრობლემები არ არის. აიტანეთ, მოიკრიბეთ ძალა. დიახ, სირთულეებია, იქ ბენზინი აღარ არის, მალე საერთოდ არაფერი იქნება. იჩქარეთ, სწრაფად იყიდეთ ბოლო ასანთი და მარილი, მაგრამ გამაგრდით. რატომ? იმიტომ რომ ჩვენს წინააღმდეგ დიდი მტერი ნატო გვიტერს. ეს თითქმის იგივეა, როგორც ნაცისტური გერმანია. მეორე მსოფლიო ომში ბაბუები იბრძოდნენ და თქვენც იბრძოლებთ. ანუ თქვენ გესმით ყველაფერი, რაც რუსეთში ხდება. აქ მრავალ წერტილს დავსვამ. თქვენი აზრი და დასკვნები კომენტარებში დაწერეთ ამ გამოშვების ქვეშ. გამოიწერეთ არხი, დააჭირეთ ზარის რილაქს და არ დაგავიწყდეთ ლაიკის დაჭერა. თუ გსურთ ამ YouTube არხის მუშაობის მხარდაჭერა, ამისთვის მადლიერი ვიქნები. ამის გაკეთება შეგიძლიათ ნებისმიერი დონატის საშუალებით, მულებით და რეკვიზიტებით, რომლებიც მითითებულია ამ ვიდეოს აღწერაში. ან შესაძლოა QR კოდით, რომელიც თქვენს ეკრანებზეა. ამით დავასრულებ. იზრუნეთ საკუთარ თავზე. ყველას მშვიდობით.